გამარჯობათ, მე ვარ ალექსი ზაზიკაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ მარნეულში, სოფელ ბაიდარში, კერძოდ ბაქარ მუმლაძის ნაკვეთში, სადაც წარმოდგენილი არის დეკალბის 20 ახალი ჯიში. ამ ნაკვეთში წარმოდგენილი გვაქვს 230 ფაოდან 700 ფაუნდე სიმინდის ჰიბრიდები. დღეს მიმდინარეობს საადრეო ჰიბრიდების აღება. ხოლო საგვიანო ჰიბრიდების აღების დამთავრების შემდგომ ერთიანად წარმოგიდგენთ მონაცემებს ვიდეოს ბოლოს. მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ჰიბრიდი, რომელიც ჩვენ დათესილი გვაქვს ჩვენ სასწრაფო სადემონსტრაციო ნაკვეთში. ეს არის დეკალბის ჯიშის 30-27 ნომრით, რომელიც არის 230 ფაოიანი. ეს ჰიბრიდი გამოირჩევა ტენის სწრაფი გაცემის უნარით, ასევე მედეგია ჩაწოლის მიმართ და შესაძლებელია დაბალ ტემპერატურებზე თესვაში რომ გამოვიყენოთ. 30-27 შესაძლებელია დაითესოს ყველა ტიპის ნიადაგში. რაც შეეხება მის ტაროს მონაცემებს, ტაროში რიგების რაოდენობა დაახლოებით 16-18-ია, ხოლო მარცვლების რაოდენობა რიგში 32-35. მცენარის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრი და 30, 2 მეტრი და 50 სანტიმეტრია, ხოლო ტაროს მიმაგრების ადგილი დაახლოებით 1 მეტრამდე. რაც შეეხება თვითონ ტაროს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ შეფერილობა არის ძალიან კარგი და ასევე მარცვლის ტიპი არის კბილისებრი. მინდა წარმოგიდგინოთ შემდეგი ჯიში. ეს არის 32-57. რაც შეეხება მცენარის მონაცემებს, დაახლოებით ის არის 2 მეტრი, 2 მეტრი და 20. ტაროს მიმაგრება ამ შემთხვევაში, როგორც წინა ჰიბრიდთან იყო, დაახლოებით 1.90 სანტიმეტრზე გვაქვს მიმაგრება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩაწოლის მიმართ ძალიან მედეგი ჰიბრიდია. ასევე აქვს ძალიან ძლიერი ფესვთა სისტემა და შეგვიძლია მისი გამოყენება ნებისმიერი ტიპის ნიადაგში, შეგვიძლია მისი თესვა. ასევე მას გააჩნია ძალიან სწრაფი ტენის გაცემის უნარი აქვს ტაროდან, რაც წინაპირობას გვიქმნის იმისას, რომ საადრეო მოსავალი მივიღოთ ამ ჰიბრიდისგან. რაც შეეხება თვითონ ტაროს მონაცემებს, ტაროში რიგების რაოდენობა არის დაახლოებით 18-16, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა არის დაახლოებით 32-დან 35 მარცვლამდე. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავტეხოთ და ვნახოთ თუ რა მდგომარეობა შიგნიდან როგორი ფერის არის და როგორი ტიპის მარცვალი გვაქვს. ეს არის კბილისებრი ტიპის ძალიან კარგი შეფერილობით. შეგვიძლია ჩვენი თვალით დავათვალიეროთ ეს ყველი. ჩვენ ახლა გადმოვინაცვლოთ შემდეგ ჰიბრიდზე, რომელიც არის 35-57. ეს არის 250 ფაოიანი. მცენარის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრი, 2 მეტრი და 30 სანტიმეტრია. ხოლო ტაროს მიმაგრების სიმაღლე დაახლოებით მეტრი და 10. რაც შეეხება თვითონ ჰიბრიდის მონაცემებს და მედეგობას, ის ძალიან მედეგია დაავადებების მიმართ და ასევე როგორც წინა ჰიბრიდებს, მასაც გააჩნია ტენის სწრაფი გაცემა.
რაც ძალიან კარგია საადრეო მოსავლისთვის. ვისაც საადრეო მოსავალი ჭირდება, ეს ჰიბრიდი იმისთვის არის განკუთვნილი, იმიტომ რომ მას შეუძლია როგორც დაბალ ტემპერატურებზე აღმოცენება, ასევე ტენის სწრაფად გაცემა. ეს ყველაფერივე, ეს ორივე კომპონენტი საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ სტაბილური მოსავალი. რაც შეეხება თვითონ ტაროს მონაცემებს, ტაროში რიგების რაოდენობა დაახლოებით 16-18-ია, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა დაახლოებით 30-32. როგორც ყველა ჩვენი ჰიბრიდი, აქ წარმოდგენილი არის ესეც კბილისებრი, ეს ჩვენ შეგვიძლიათ ვნახოთ და შევაფასოთ თვითონ მარცვალი როგორ გამოიყურება დაფშვნილ მდგომარეობაში. მინდა წარმოგიდგინოთ დეკალბის შემდეგი ჰიბრიდი, ეს არის 3402 FAO 260. მას მონაცემები რაც შეეხება მცენარის, ეს არის რომ ძალიან კარგი ფესვთა სისტემა აქვს, ასევე ძალიან კარგი უნარი აქვს ტაროდან გასცეს სწრაფად ტენი, ასევე ეს ჰიბრიდი ხასიათდება ძალიან კარგი მოსავლიანობით, რაც შეეხება თვითონ მარცვლის სახეობას, ეს აქვს კბილისებრი და თვითონ ტაროს მიმაგრება აქვს საშუალო და ასევე თვითონ მცენარეც არის საშუალო, რაც გვაძლევს იმ უპირატესობას, რომ ქარიან ადგილებზე და ჩაწოლის მიმართ ძალიან მედეგია ეს ჰიბრიდი. შეგვიძლია ასევე შევხედოთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. შემდეგი ჰიბრიდი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის 3796 FAO 270. როგორც ყველა წინა ჰიბრიდები, ესეც ძალიან მაღალი პოტენციალის მქონე ჰიბრიდია, ასევე ესეც ჩაწოლის მიმართ არის ძალიან მედეგი, ამასაც ძალიან სწრაფი გაცემის უნარი აქვს ტაროდან ტენის, ასევე რაც სხვა ჰიბრიდებთან გამოარჩევს, ზრდის საწყისი ენერგია აქვს ძალიან სწრაფი, ეს ნიშნავს იმას, რომ დათესვის შემდგომ ის ძალიან სწრაფად აღმოცენდება და ასევე ძალიან მედეგია თვითონ დაავადებების მიმართ. რაც შეეხება მცენარის სიმაღლეს, ესეც დაახლოებით არის 2.30, 2 მეტრი და 50 სანტიმეტრი, ხოლო ტაროს სიმაღლების წერტილი აქვს დაახლოებით 1 მეტრი და 20. რაც შეეხება ტაროს ამის მონაცემებს, დაახლოებით შემოწერილობა, ესე იგი ტაროში რიგების რაოდენობა აქვს 16, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა არის 30. ეს ჰიბრიდი 3796 გამოდგება როგორც სამარცვლეთ, ასევე სასილოსად. ასევე შევხედოთ მის ფერს. რომელიცაც ახლა გამოვფშნით. ეს ჰიბრიდიც არის კბილისებრი. როგორც ყველა აქამდე მოცემული ჰიბრიდი. შემდეგი FAO, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის 39-37. ეს არის 270 FAO-იანი. ეს ძალიან მაღალმოსავლიანი ჰიბრიდია,
ასევე ძალიან მედეგია დაბალი ტემპერატურების მიმართ და ასევე გააჩნია ძალიან ძლიერი ფესვთა სისტემა. რაც შეეხება მცენარის სიმაღლეს, ეს მცენარე სხვა აქამდე მოცემულ ჰიბრიდთან შედარებით მაღალია, დაახლოებით 2 მეტრი და 60 სანტიმეტრი, 2 მეტრი და 70, ხოლო მიმაგრება ტაროსი შესაბამისად ცოტა მაღალი აქვს, დაახლოებით მეტრი და 20, მეტრი და 30-ზე. ხოლო რაც შეეხება თვითონ ტაროს, შეგვიძლია ვნახოთ, ეს არის კბილისებრი. ტაროში რიგების რაოდენობა არის 16-18, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა 35-36. ჩვენ შეგვიძლია ასევე ვნახოთ შიგნიდან, როგორც სხვა ჰიბრიდები ნახეთ, როგორ გამოიყურება ვიზუალურად. წელს ჩვენ საცელ სადემონსტრაციო ნაკვეთში ჰქონდა 3-270 ფაოიანი ჰიბრიდი დათესილი. ეს არის ბოლო 38.05. მისი მონაცემები ძალიან მედეგია, როგორც აქამდე მოცემული ჰიბრიდები ჩაწოლის მიმართ, ძალიან გამძლეა ყინვამედეგობის მხრივ, რაც უპირატესობას აძლევს საადრეო თესვას. ასევე ძალიან კარგი ფესვთა სისტემა აქვს, როგორც დანარჩენ ყველას, ასევე იტანს ჩახშირებას თესვის დროს და ძირთადგომას და თვითონ მცენარეს რაც შეეხება სიმაღლეს, დაახლოებით ეს არის 2.30-2.40 სანტიმეტრი, ხოლო ტაროს მიმაგრება აქვს დაახლოებით 1.10 მეტრი და 20, ხოლო რაც შეეხება თვითონ მარცვალი არის კბილისებრი, ტაროში რიგების რაოდენობა არის დაახლოებით 18-16, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა 35-36. ასევე ეს ჰიბრიდი შეგვიძლია შიგნიდან ნახოთ თუ როგორ გამოიყურება. შემდეგ ჯის, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის 39-72. ეს არის FAO 300. ამას გააჩნია ძალიან მაღალი პოტენციალი მოსავლის, ასევე განსხვავებულ პირობებში ძალიან მედეგია ამ გარემო პირობებთან მიმართებაში. ასევე გააჩნია ძალიან ძლიერი ფესვთა სისტემა, მაგრამ აქ რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის რომ ეს ჰიბრიდი ვერ იტანს ჩახშირებულ თესვას. ანუ ძირთადგომა უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული. ასევე ჰიბრიდის სიმაღლე დაახლოებით არის 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი, 2 მეტრი და 50 სანტიმეტრი. ასევე ესე იგი შეგვიძლია ვნახოთ ტაროში რიგების რაოდენობა, დაახლოებით ეს არის 16-18, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა 30-32 მარცვალი. ხოლო რაც შეეხება შიგნით მხარეს, ესეც კბილისებრია და ძალიან კარგ ფერში ზის.
შემდეგ ჰიბრიდს, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის 41-25. ეს არის 310 ფაოიანი. რით გამოირჩევა ეს ჰიბრიდები სხვისგან? ამას აქვს ძალიან მძლავრი ფესტო სისტემა, აქვს ძალიან კარგი მარცვლის სტრუქტურა, ასევე ძალიან კარგი მედეგობა აქვს სხვადასხვა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ეს ემჩნევა კიდევაც ტაროს, იმიტომ რომ წელს როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ცუდი გაზაფხული ჰქონდა. თვითონ ნათესი არის დაახლოებით 5 აპრილს. მას შემდგომ ამ ჰიბრიდებმა ყველა ჩვენ აქ წარმოდგენილ ჰიბრიდებმა გამოიარეს დაბალი ტემპერატურები და ამის და მიუხედავად ძალიან კარგად მოხდა მისი შევსება ბოლომდე, რაც აგერ ფაქტია. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, სიმაღლე ჰიბრიდის ეს არის დაახლოებით 2.30-2.40 სანტიმეტრი, ხოლო ტაროს მიმაგრების ადგილი არის დაახლოებით მეტრი და 10. ხოლო რაც შეეხება ტაროში რიგების რაოდენობას, არის ესეც 16-18, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა დაახლოებით არის 32-34. ასევე შეგვიძლია როგორც ყველა ჰიბრიდი ესეც ვნახოთ შიგნიდან თუ როგორ გამოიყურება. შემდეგ ჰიბრიდს, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის 37-10, ეს არის FAO 320. ჰიბრიდი გამოიყენება როგორც სასილოსეთ, ასევე სამარცვლეთ. ახასიათებს ძლიერი ფესტო სისტემა, ტენის კარგად გაცემის უნარი და მოსავლის მაღალი პოტენციალი. ასევე ტოლერანტულია დაავადებების მიმართ და არის ყინვა მედეგი. გამოირჩევა ფესვისა და ღეროს ჩაწოლის მიმართ მედეგობით. და ასევე მედეგია ფუზარიოზის მიმართ. რაც შეეხება მცენარის სიმაღლეს, დაახლოებით არის 2 მეტრი და 50-დან 2 მეტრი და 60 სანტიმეტრამდე, ხოლო ტაროს მიმაგრების სიმაღლე დაახლოებით მეტრი და 10-დან მეტრი და 20-მდე. ტაროში რიგების რაოდენობა არის 16-დან 18-მდე, რიგებში მარცვლების რაოდენობა არის 29-დან 32-მდე. შეგვიძლია ეს ჰიბრიდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება შიგნიდან. შემდეგი ჰიბრიდი, რომელიც მინდა წარმოგიდგენოთ, ეს არის 43-91. მისი FAO არის 340. ეს ჰიბრიდი გამოირჩევა მაღალი მოსავლის პოტენციალით, ასევე ძალიან სტაბილურია სხვადასხვა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რაც გამოარჩევს სხვა ჰიბრიდებთან მიმართ. ეს არის რომ მას შეუძლია ნოუთილ ტექნოლოგიაზე შეგვიძლია ამ ჰიბრიდის გამოყენება. ასევე გააჩნია ძალიან მძლავრი ფესტო სისტემა და ძალიან გამძლეა სხვადასხვა დაავადებების მიმართ. რაც შეეხება თვითონ მცენარის სიმაღლეს, დაახლოებით არის 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი, ხოლო მიმაგრება ტაროსი სიმინძე მცენარეზე ეს არის დაახლოებით მეტრი და 10, მეტრი და 20. ხოლო რაც შეეხება თვითონ ტაროს, ეს არის კბილისებრი, ასევე ტაროში რიგების რაოდენობა არის 16-18 და რიგებში მარცვლების რაოდენობა 30-35. ეხლა შეგვიძლია ეს
ჰიბრიდის ტაროც ნახოთ შიგნიდან თუ როგორ გამოიყურება. მინდა წარმოგიდგინოთ დეკალბის ჰიბრიდი 42-53, რომელიც არის 350 ფაოიანი. ის ხასიათდება მედეგობით კლიმატური პირობების მიმართ. ასევე მას აქვს ძალიან მძლავრი ფესვთა სისტემა. სცენარის სიმაღლე არის საშუალოდ 2.30 და არის ჩაწოლის მიმართ ძალიან მედეგი. ასევე ხასიათდება კარგი მოსავლიანობით. შემდეგ ჰიბრიდს, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის 43-51 FAO 350. ეს ჰიბრიდი გამოირჩევა მაღალ მოსავლიანობით, ასევე ტაროდან სწრაფად გასცემს ტენს და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში ძალიან კარგად ერგება. ეხლა როგორც ხედავთ, ჩვენ ეს ჰიბრიდი ჯერ ისევ მწვანედ დგას და ამას უკვე დაახლოებით 10 დღეში ავიღებთ. ხოლო რაც შეეხება მცენარის სიმაღლეს, დაახლოებით მის სიმაღლე არის 2.90 სანტიმეტრიდან 3 მეტრამდე, ხოლო ტაროს მიმაგრება აქვს 1 მეტრა 20-დან 1.30 სანტიმეტრამდე. ტაროში რიგების რაოდენობა არის 16-დან 18-მდე, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა 30-დან 35-მდე. ეხლა შეგვიძლია ნახოთ თვითონ შიგნიდან ვიზუალურად როგორ გამოიყურება ეს მარცვალი. მარცვალი არის კბილისებრი, როგორც ყველა ჩვენი ჰიბრიდი, როგორც აღვნიშნეთ, ფერშიც ძალიან კარგად ჯდება და არის მუქი. ეს ჰიბრიდი არის 44-33 FAO 370. მისი მახასიათებლები არის, რომ მარცვლის მაღალი ხარისხით გამოირჩევა ეს ჰიბრიდი, ზის პერიოდში მარტივად ეგუება ტემპერატურისა და ნალექების მიერ გამოწვეულ სტრესს, ასევე ახასიათებს მოსავლის მაღალი პოტენციალი, ტენის სწრაფად გაცემა შეუძლია ტაროდან, ასევე თავსებადია მოყვანის ყველა ტექნოლოგიასა და მათ შორის დაბალი თესვის ნორმებთან მიმართებაში. რაც შეეხება სცენარის ზომას, დაახლოებით 2.90 სანტიმეტრიდან 3 მეტრამდეა, ხოლო მიმაგრება ტაროსი მეტრი და 10-დან 1.20-მდე. რაც შეეხება ტაროს მონაცემებს, ტაროში რიგების რაოდენობა დაახლოებით არის 16-დან 18-მდე, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა 30-დან 32-მდე. შეგვიძლია ამ ჰიბრიდის შიგნიდან შევხედოთ თუ როგორ გამოიყურება ეს ჰიბრიდი. ეს ჰიბრიდი არის 48-97, 380 FAO. მისი მახასიათებლები არის, რომ მაღალ მოსავლის მიღება შეუძლია რთულ საწარმო წლის განმავლობაშიც, როგორც მაგალითად წელს ჰქონდა. ჰიბრიდი უძლებს სტრესულ პირობებს, ჰიბრიდი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობითა და გარემო პირობებთან მაღალი ადაპტაციის უნარის გამო ფერმერებს აძლევს მაღალ მოსავალს 1 ჰექტარზე. განსაკუთრებით მედეგია ის დაავადებების მიმართ, როგორიც არის ფუზარიოზი და სოკოვანი დაავადებები.
რაც შეეხება მცენარის სიმაღლეს, ის არის დაახლოებით 3 და 10, 3 და 20 სანტიმეტრი, ხოლო ტაროს მიმაგრება აქვს მეტრი და 20, მეტრ და 30 სანტიმეტრი. ტაროში რიგების რაოდენობას რაც შეეხება, არის 18-დან 20-მდე, ხოლო რიგებში მარცვლების რაოდენობა არის 38-დან 40-მდე. ეხლა შეგვიძლია ვნახოთ თვითონ თუ როგორ გამოიყურება ეს ჰიბრიდი შიგნიდან. $47.09 550-იანი FAO. ეს ჰიბრიდი გამოირჩევა ძლიერი ფესვთა სისტემით და მაღალ მოსავლიანობით. ტენის კარგად გაცემის უნარით და სტაბილურია სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ. ჰიბრიდი მედეგია ჩაწოლის მიმართ და ღეროს და ფესვის ფუზარიოზის მიმართ ტოლერანტობით გამოირჩევა. ასევე 47.09 ჰიბრიდი დათესვა შეიძლება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე. რაც შეეხება მცენარის სიმაღლეს, მისი სიმაღლე არის დაახლოებით 3 მეტრი და 10, 3 მეტრი და 20 სანტიმეტრი, ხოლო ტაროს მიმაგრების ნიშნული არის დაახლოებით 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი. ხოლო რაც შეეხება ტაროში რიგების რაოდენობას, ხასიათდება 18-დან 20-მდე, ხოლო რიგში მარცვლების რაოდენობა არის 40-დან 45-მდე. რაც შეეხება შიგნით, როგორ გამოიყურება, შეგვიძლია ეს ჰიბრიდიც ახლოდან ვნახოთ. შემდეგი ჰიბრიდი არის 58-10, 550 FAO. ეს ჰიბრიდი სტაბილურია სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. გამოირჩევა ტენის კარგად გაცემის უნარით, გააჩნია ფესვსა და ღეროს ძლიერი და ჯანსაღი სტრუქტურა. მაღალი ტოლერანტობა სოკოვანი და ფუზარიოზის დაავადებების მიმართ. ჰიბრიდი ასევე იტანს სტრესულ პირობებს. რაც შეეხება მის სიმაღლეს, ეს არის დაახლოებით 3 და 20 სანტიმეტრიდან 3 და 30 სანტიმეტრამდე, ხოლო ტაროს მიმაგრების ადგილი აქვს 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი. რაც შეეხება ტაროში რიგების რაოდენობას, არის 18-დან 20-მდე, ხოლო რიგში მარცვლების რაოდენობა არის 38-დან 42-მდე. ასევე ამ ჰიბრიდის თავში შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ამ ეტაპზე. ამჯერად გესაუბრებით სიმინდის ჰიბრიდზე 64-92, 650 FAO. ჰიბრიდი განკუთვნილია ორმაგი დანიშნულებით, როგორც სამარცვლე, ასევე სასილოსე. აღნიშნული ჰიბრიდი გამოირჩევა განსაკუთრებული მედეგობით ჩაწოლისადმი და ფესვისა და ღეროს ფუზარიოზის მიმართ. მცენარეს გააჩნია ფესვისა და ღეროს ჯანსაღი და ძლიერი სტრუქტურა. ჰიბრიდს ახასიათებს სტაბილურად მაღალი მოსავლიანობა. რაც შეეხება ჰიბრიდის სიმაღლეს, დაახლოებით არის 3 მეტრი და 10-დან 3 მეტრი და 30-მდე, ხოლო ტაროს მიმაგრება არის 1 მეტრი და 20-დან 1 მეტრი და 30 სანტიმეტრამდე. ახლა შეგვიძლია ნახოთ თუ ტაროს რიგების რაოდენობა დაახლოებით არის 18-დან 20-მდე, ხოლო რიგში მარცვლების რაოდენობა არის 38-დან 42-მდე. შეგვიძლია ეს ჰიბრიდი ვნახოთ შიგნიდან თუ როგორ გამოიყურება.
შემდეგი ჰიბრიდი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, არის 67-15, 650 FAO. 67-15 არის სამართლე დანიშნულების ჰიბრიდი. მას გააჩნია ტენის გაცემის კარგი უნარი, ახასიათებს სტაბილურობა სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი, გამოირჩევა ძლიერი ფესვთა სისტემით და დაავადების მიმართ ტოლერანტობით. ჰიბრიდი მაღალმოსავლიანია და რეკომენდებულია სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე მოყვანისათვის. რაც შეეხება სიმინდის სიმაღლეს, დაახლოებით არის 3 მეტრი და 30 სანტიმეტრიდან 3 მეტრი და 50 სანტიმეტრამდე, ხოლო ტაროს მიმაგრება არის მეტრი და 20-დან მეტრი და 30 სანტიმეტრამდე. ტაროში რიგების რაოდენობა არის 18-დან 20-მდე, რიგში მარცვლების რაოდენობა დაახლოებით არის 38-დან 42-მდე. ამ ჰიბრიდსაც შეგვიძლია შევხედოთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჰიბრიდში, რომ მას შიდა გული აქვს ძალიან პატარა და ეს იმას ნიშნავს, რომ გამოსავლიანობა მარცვლის ექნება ძალიან კარგი. ამ ნაკვეთზე არსებული ბოლო ჰიბრიდი გახლავთ 79-19 FAO 700, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობით, სტაბილურობით და სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი გამძლეობით. ასევე მას გააჩნია მძლავრი ფესვთა სისტემა. აღსანიშნავია, რომ მცენარე მედეგია ჩაწოლისადმი და ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიც არის ფესვისა და ღეროს ფუზარიოზი. ტენის სწრაფად გაცემის უნარი გვაძლევს საშუალებას, რომ ავიღოთ მოსავალი სწრაფად. რაც შეეხება მცენარის სიმაღლეს, მისი სიმაღლე არის დაახლოებით 3 მეტრი და 40 სანტიმეტრიდან 3 მეტრი და 50 სანტიმეტრამდე, ხოლო ტაროს მიმაგრების სიმაღლე არის 20-დან 30 სანტიმეტრამდე. რაც შეეხება ტაროში რიგების რაოდენობას, არის 20-დან 22-მდე, ხოლო რიგში მარცვლების რაოდენობა არის 42-დან 58-მდე. ეხლა შეგვიძლია ეს ჰიბრიდიც ვნახოთ შიგნიდან თუ როგორ გამოიყურება. ეხლა აგვისტოს ბოლო პერიოდია, როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, დღეს ავიღეთ საადრეო ჰიბრიდების მოსავალი. მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ავიღებ დარჩენილ ჰიბრიდებს და მიღებულ მოსავალს ერთიანად შემოგთავაზებთ ამავე ვიდეოში.